ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კრწანისის რაიონში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხათუნა ბერძენიშვილი იქნება. დეპუტატობის კანდიდატი ნაციონალურმა მოძრაობამ კრწანისის რაიონში ჩატარებული პრაიმერისის შედეგად გამოავლინა. ხათუნა ბერძენიშვილი დეპუტატობის კანდიდატად დღეს კრწანისის რაიონის მაცხოვრებლებს გიგი უბულავამ და ნიკა მელიამ წარუდგინეს. მათ ამომრჩევლებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა და შეთავაზებებიც გააცნეს. ადგილობრივი არჩევნებით ჩვენ უნდა დავასრულოთ ქვეყანაში შურისძიების პროცესი და ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიდეს შურისძიების დისკურსიდან. ამაზე ხელი უნდა ავაღებინოთ მთავრობას და ამის დეკლარირება უნდა მოახდინოთ ჩვენ. მეორე და მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ გადასახადების შემცირება, იმისათვის რომ ბიზნეს დარჩეს რთული რეინვესტირებისთვის და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ასევე მნიშვნელოვანია აქციზის გადასახადის გაუქმება საწვავზე, რაც მიცემს შესაძლებლობას ფერმერებს, გლეხებს, უბრალოდ მანქანის ფლობელებს 25 თეთრით გავაიაფოთ საწვავის ღირებულება. ეს არის არჩევნები, სადაც 15 ივნისს უნდა თბილისელებმა ხმა მისცენ ან განვითარების გაგრძელებას და მის იდეების განვითარებას, ან რეგრესს და სტაგნაციას. სამწუხაროდ დღეს ეს მომცემულობა გვაქვს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ახალ ხელისუფლებას არ უნდა აკეთოს კარგი საქმე, რა თქმა უნდა, მათ ეს სურვილი აქვს, მაგრამ სამწუხარო რომ მათ უბრალოდ ეს არ შეუძლიათ და მე დარწმუნებული ვარ, რომ 15 ივნისს თბილისელები გააკეთებენ პრაგმატულ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ გვინდა გაჩერებულ ქვეყანაში ცხოვრება, ამიტომ შევალთ თითოეული თბილისელის ოჯახში, რომ ისინი ჩვენი ღირებულებების, იდეის სისწორესა და სიმართლეში დავარწმუნოთ, გამოვიყვანოთ ოცნების ილუზიებიდან და ერთად მოვიპოვოთ საერთო გამარჯვება.